გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. გასულ ხუთშაბათს ევროპარლამენტარები შეიკრიბნენ და დიდი რეზოლუცია გააშანშალეს. საქართველოსადმი საწინააღმდეგო რეზოლუცია. პირადად ჩემში ეს რეზოლუცია ღიმილს იწვევს, იმედია თქვენს მეგობრებო გეცინებათ, როდესაც ისმენთ, რომ ევროპარლამენტარები საქართველოში გაყალბებული არჩევნების შემდეგ მმართველი პარტია ქართული ოცნების თვით გამოცხადებული ხელისუფლების აღიარებაზე უარს ამბობს. რეზოლუციაში ასევე წერია, რომ უნდა მოხდეს საქართველოს მმართველი ელიტის ბოიკოტი, არჩევნების გაყალბებასა და რეპრესიებზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესება. ახლა ყველაზე სასაცილო, სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარება და რასაკვირველია სამართლიან პირობებში ახალი არჩევნების ჩატარება. კი ვიტყოდი იმ ევროპარლამენტარებს, წვნიანიც ხომ არ გაგიცხელოთ და თასმებიც ხომ არ დაგიუთოთ, მაგრამ არ ვერ ვეტყვი, რადგან ხმას ვერ მივაწვდენ, სად მე და სად ევროპარლამენტი. ხომ წარმოგიდგენიათ, მეგობრებო, ევროკავშირის წევრი ქვეყანა ჯერ არ ვარ და რას გვიბედავენ და წევრი ქვეყანა რომ ყოფილიყავით, ალბათ სულ ტუჩებში გვირტყავდნენ ამა თუ იმ რეზოლუციას. საინტერესო, აი მათ, ვინც რუსთაველზე დარბიან წინ ევროპისკენ, ასეთი დამამცირებელი რეზოლუციები არ ეთაკილებათ, დამამცირებელი და რაც თავარია ბრიყვული, მაგრამ ის ვინც იქ დარბის, ის კატეგორია ცალფეხზე რომ იხტუნებს, თუ კი ამას ევროკავშირი მოითხოვს. გაყალბებული არჩევნებია. და საიდან მოათრიეს ყურით ცნობა, რომ არჩევნები გაყავდა, როდესაც არც ერთ სადამკვირვებლო ორგანოს არ უთქვამს, რომ არჩევნები გაყავდა. და რატომ თვლიან ჩვენს არჩევნებს გაყალბებულად ხომ გესმით? იმიტომ რომ მათთვის არასაზრდელი შედეგით დასრულებული ნებისმიერი არჩევნები ითვლება გაყალბებულად. მორჩა და გათავდა. გარწმუნებთ, რომ ხვალ მაგალითისთვის არჩევნები რომ განმეორდეს და იგივე შედეგით დასრულდეს, ისევ იტყვიან გაყალბებულიაო. ზეგაც იგივე რომ მოხდეს, იგივეს იტყვიან. ხო და ილაპარაკონ და იყონ საკუთარი სიდიადის გრძნობით შეპყრობილნი. საინტერესოა, სამართლიან პირობებში არჩევნების ჩატარებაში რას გულისხმობენ? თვითონ ჩაგვიტარებენ არჩევნებს? სამართლიანი ევროპელები ჩამოვლენ სამართლიანი არჩევნების სამართლიანად ჩასატარებლად? მათ ჩვენი ქვეყანა კოლონია ხომ არ გონიათ? არა, როგორ არ გონიათ? როდესაც სწორედ რომ გონიათ კოლონია. აბა კოლონია რომ არ ეგონოთ, როგორ გაბედავდნენ და როგორ გვიბრძანებდნენ იმ ტირაჟში გასულ სალომე ზურაბიშვილს ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარებას. რას გვეჭიდავებიან ეს ევროპელები, ვერ ხვდები. არ ხვდები, რატომაც გვეჭიდავებიან, მაგრამ ვერ ხედავ, რომ არ გამოზდით ჩვენი დაჭმორება. მე ახლა იმათ არ გულისხმობ, ვინც მათ კმაყოფაზეა და მათთან დანოსებით რომ დარბის. იმ წყალწაღებულებს არ გულისხმობ და ჩემი ნება რომ იყოს საერთოდ საქართველოს მოქალაქეობას ჩამოართმევდით და გავაძევებდი ქვეყნიდან. კიდევ კარგი, მე არ ვარ ძალაუფლებაში, თორემ აი მე ნახავდნენ რა არის რადიკალიზმი. და იცით, რატომ გვეჭიდავებიან და სულ რატომ ცდილობენ კეფაში წამოგვარტყან? იმიტომ რომ ჩვენ ეს ცნება ევროკავშირი რელიგიურ სიმბოლოდ ვაქციეთ. დიახ, დააბრუნებთ ევროკავშირის დროშებით. ისე ამ დროშებით რატომ დააბრუნებთ წამდაუწმ? ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი. რატომ ვაფრიალებთ სულ იმ ლურჯ დროშას? აფრიალებთ ისე ვთქვი, თითქოს მე ვაფრიალებდი, არა, მე არ ვაფრიალებ და საერთოდ მიმაჩნია რომ სხვისი ქვეყნის თუ კავშირის დროშის ფრიალი არაა ლამაზი. მეცაც გეტყვით, დამამცირებელია. ხო და ის ევროკავშირის პარლამენტარები ხედავენ ჩვენი შეპყრობილები ლურჯი დროშებით რომ დარბიან. წაკითხული აქვს ჩვენი კონსტიტუციის 78 მუხლი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, სრულიად არამართებული მუხლი. მე რომ მკითხო, რადგან ასეთი რამის კონსტიტუციაში ჩაწერა არაა სწორი. ხო და მოვდივარ. ანუ ზემოდან გვიყურებენ და რასაც გვიბრძანებენ, ის უნდა შევასრულოთ, მაგრამ
ჩვენ არ შევასრულებთ და ამას ისინი ვერ მიხვდნენ. შევასრულებთ მხოლოდ იმას, რასაც ჩვენ ჩავთვლით, რომ ჩვენთვისაა სასარგებლო. ხო და კიდევ ბრძანებენ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას. ესენი სად არიან ჩარჩენილები. მძაფრი ნაფტალინის სუნი აზდით იმ ევროპარლამენტარებს. სააკაშვილი სად გაახსენდა? სააკაშვილი უკვე დედამის არ ახსოვს. მოკლედ არც ხელახალი არჩევნები იქნება, იმიტომ რომ არ იქნება რომ არჩევნები შედგა სრულიად ლეგიტიმურად და არ გაყალბებულა. არც სააკაშვილს არავინ გაუშვებს. თუ გაუშვებენ და გლდანის ციხეში მხოლოდ ან რუსთავის, აქ არჩევანი მოსულა. და სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობა კი მგონი ჩვენს ცხოველებსაც აცინებს ზოოპარკში. ამას წინათ გმირთა მოედანზე გავიარე და ზოოპარკიდან ბაბუინების ხარხარი მესმოდა. მგონი ზურაბიშვილის ლეგიტიმაციის ამბავი გაუგიათ. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით.